ამაღლობელი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს მისი ადვოკატი, ინტერესების დამცველი, რომელიც რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, რამდენიმე წუთის წინ დატოვა ადგილი და ჟურნალისტის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე მან ნახა, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, მას ასევე გადაეცა ანალიზების პასუხები, რომელსაც გააცნობს უკვე მედიკოსებს. შეხვედრა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე მეოცე დღეა შიმშილობს. პირველ რიგში, ჩავიბარეთ, როგორც იქნა ეს სამედიცინო დოკუმენტაცია დღევანდელი მდგომარეობით. ეხლა უბრალოდ ერთ შეხედვით ვნახე, თუ კი რამე, ვთქვათ, აქამდე მას ჩაუტარდა, გითხრეს, რომ ეს არის ბოლო დოკუმენტაცია. ეხლა, ვთქვათ, სპეციალისტებს ვაჩვენებთ თავისთავად ცხადია და მე უფრო შეგვეძლება, ვთქვათ, რამე, ვთქვათ, სამედიცინო კუთხით. ისე ეხლა რაც შეეხება სხვა თვალსაზრისით მზიას, როგორ გითხრათ, 20 დღის ნაშიმშილე ვარი ადამიანი როგორც გამოიყურება, ისე გამოიყურება. ნელა მოძრაობს, ეხლა მე რასაც უყურებ, რომ მოდიოდა, ხა თავისთავად ცხადია სირბილი თუ ნელა მოძრაობს უფრო, რაღაც ჩემი დაკვირვებაა, იმიტომ რომ მანძილი უნდა გამოიაროს და თავისთავად ნელა მოძრაობს, შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ ვთქვათ, რაღაცა დამშვიდებული იყო და მე საუბარი გრძელებინა დამშვიდებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო.